Nика მადლობა რომ ხართ სტუმარი. დიდი მადლობა პირველად ვარ თქვენთან სტუმრად და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. აქამდე გადაენოდით თვალყურს ტელევიზიით და ძალიან მიხარია თუ გიყურებთ. სამაჯური შევამჩნიეთ თქვენ ხელზე და არ მიწყენთ თუ გკითხავთ. ბოჭავთ პოლიტიკურ ცხოვრებაში? არა, სიმართლე გითხრათ, შევეგუე როგორც ასეც. ჩემი რაღაცა ბიჟუტერია რა ჩათვალეთ. მეც მაქვს რაღაცა ერთი ძალიან პირადი და არა უბრალოდ ვცდილობ ხოლმე რომ დაფარული იყოს და რამდენი ხანი გავიდა რაც გიკეთიათ? ივლისის დასაწყისში ერთი წელიწადი შესრულდება. ერთი წელიწადი შესრულდება, მაგრამ უბრალოდ რატომ იკეთე ეს არ ვიცი. ეს არანაირ ფუნქციას არ ასრულებს. არასოდეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი, რომ ეს მოგეხსნათ, იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკურად იდევნებით ასე ვთქვათ. გეუბნებით. უბრალოდ კომიკური არის ჩემთვის რა არანაირ ფუნქციას არ ასრულებს. ანუ ამას არ აქვს GPS-ი, ანუ გადაადგილების დროს სად ვარ ეხა მაგალითად მე მაშინ ჯუგლეთის რაიონში თუ საბურთალოზე, ამას ვერ ადგენს ეს, ასე ვთქვათ, მოწყობილობა. ამასთან ერთად სახში მიდგას მე პატარა აპარატი და ხა სახში ვარ თუ არა. ის რის გამოც ეს სამაჯური გიკეთიათ, ირაკლი ოქროშვილი დაიჭირეს და გამოუშვეს და თქვენ სამაჯურიც არ მოხსნეს და არა წესი და რიგით მე და თან აღიარეს ირაკლი ოქროშვილი პოლიტპატიმრად და თქვენ სამაჯურიც არ მოხსნეს რასთან მოხსაქმე. საარჩევნო კამპანია იწყებოდა წესი და რიგით, ეხა ეს სამაჯური არის შემაკავებელი ფაქტორი, რომ მაგალითად სხვა ქალაქში თუ კი გადავადგილდები, ხო? მე ყოველდღიურად ეს მოხდება ალბათ, ხო? მაშინ დარჩენით წავალ, ის ჩემი თავარი აპარატიც უნდა წავიღო, რომელიც სახში მიდგას. იმის გარეშე ამას აზრი არ აქვს, ამის ახსნას ვცდილობდი. და ბარემ მკითხავთ, ანუ ყველა თქვენ გადაადგილებას უთანხმებთ პროკურატურას? სიმართლე გითხრათ, აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით არც არავინ შემოხმიანებია. ანუ შეზღუდვებთან ერთად და აქტიურდება რა პოლიტიკური ცხოვრება, თქვენც აღარ გაწუხებენ ზედმეტი ბიუროკრატიით? რაღაც არ ვიცი, შეიძლება აღარ მუშაობენ, ის რაც მუშაობენ, აღარ შემხმიანებია. გისურვებთ რომ მალე მოიხსნათ. საინტერესო არის უბრალოდ ამის თქვენი მეშვეობით მინდა მიმართო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, დაახლოებით თუ არ ვწდები 2 თვე გავიდა, პროცესი იყო შედგა, ჩემი პარლამენტში აღდგენის, ანუ ჩემი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე სარჩელი შეტანილი იყო, ველოდებით დღემდე გამოცხადებას. საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადოს განცხადება და ბათილად უნდა ცნოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მე გამომაგდეს პარლამენტიდან, ანუ უნდა დატოვოს ძალაში. უბრალოდ საინტერესოა, ან კი გითხან, ან არა გითხან, ჩემის აზრით ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდი ამ ქვეყანაში. შეგვეძლებოდა ჩვენ თქვათ გვაქვს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო. იმიტომ რომ რეალურად რა ხდება. მე პარლამენტიდან, იმიტომ კი არა რომ მენატრება იქ ვინმე ან რამე, არა პირიქით, სიმართლეს გეტყვით. უბრალოდ უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს და მიიღეს მხოლოდ პირველი ინსტანციის საფუძველზე, ხო? ანუ და მე თუ სააპელაციო სასამართლოში რაც გასაჩივრებული მაქვს, მოვიგებ პროცესს და გამმართლდები, ხო? ან თუნდაც მესამე ინსტანციაში უზენაეს სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში პარლამენტში უნდა დავბრუნდე, ხო? მაგრამ პარლამენტში უფლებამოსილება შემიწყვიტეს. ამიტომ თუ საოცრება არ მოხდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს ის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მე გამომაგდეს პარლამენტიდან. მაინტერესებს როგორ აღიდგენენ უფლებამოსილებას ავტომატურ რეჟიმში ხდება? ავტომატურად აღდგება, დიახ, ავტომატურად აღდგება და მე დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, იმიტომ რომ ნუ არ არსებობს წინააღმდეგ შემთხვევაში იურისტმა უნდა თქვას, რომ იურისტი არ არის და მოსამართლე უნდა თქვას, რომ მოსამართლე არ არის. შეუძლებელია, აი ამით დავასრულოთ. უბრალოდ საინტერესოა მოსახლეობისათვის გავიაზროთ კიდევ რამდენად გვაქვს სამართალი ამ ქვეყანაში თუ არა. პირველი ინსტანციის სასამართლო გამოიტანა გადაწყვეტილება და დამაჯარიმა. და ამ დაჯარიმების საფუძველზე გამომაგდეს, ხო დაუშვათ. რა ხდება მეორე და მესამე ინსტანციაში, ხო გავასაჩივრე, მოვიგე, პროტ მეორე და მესამე ინსტანცია ისიც არის მოფიქრებული, ხო? რომ პირველი ინსტანციის ნაკლოვანებები გასაგებია ყოველთვის მე მგონი ეს რისთვის არის. ამიტომ ხო საინტერესოა სპორტული ინტერესი მაქვს, მეტი არაფერი. საინტერესო სპორტული ინტერესი გაქვს. ნუ ეხა ამ მოვლენებს რო დაუკავშიროთ, თამლიანი ოქროშვილი პოლიტპატიმრებად აღიარეს, ოქროშვილი დააკავეს ასევე თამლიანი, გამოუშვეს. იმედი მაქვს, რომ თქვენ პოლიტიკური დევნის ობიექტი ხართ, ასე ვთქვათ და იმედი მაქვს, რომ მალე მოიხსნით ამას. გასაჩივრე არ მაწუხებს, სიმართლეს გეტყვით, უბრალოდ ვერ ხვდები რატომ იკეთია. ხო, თუ GPS-ი არ აქვს, ჩემთვისაც გაუგებარი რჩება ამ წუთას, რატომ გიკეთიათ. დაგმირთ, ხა მე აქედან წავალ
შემიძლია უკვე გორში ჩავიდე, ქუთაისში ჩავიდე, ბათუმში, ანუ ეს რას აძლევს. და მოგიწევთ დარწმუნებული ვარ წინასაარჩევნოდ ბევრი სიარული რეგიონში ამის თუ ამის გარეშე. უბრალოდ დამცირება მათი ჭკუდის არანაირად არ დამცირდი. კი ბატონო, გასაჩივრება ახსენეთ და აქ უნდა ვთქვა კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე იყო დღეს ჩვენთან სტუმრად ეკა გიგაური, რომელიც ამბობს, რომ ეს არაკონსტიტუციურია, ის რომ არაკონსტიტუციურია ეს კანონი ამბობს. საიას თავმჯდომარე სულხან სალაძეც და ისინი აპირებენ გასაჩივრებას. ეთანხმებით, თქვათ, თქვენ რას ფიქრობთ ამ კანონზე და ეთანხმებით თუ არა იმას, რომ არაკონსტიტუციურია და რაში დაჭირდა ხელისუფლებას აი ამ კანონის ასე დაჩქარებით მიღება? არ არის ახალი რაიმე სახის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, ამაზე ერთ-ერთ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზეც ვისაუბრე, ხო ზემოთ მე. უბრალოდ კიდევ უფრო დრაკონულ კანონს იღებდნენ, ანუ განუსაზღვრელად უნდათ რომ აღმოსავლურ ხელისუფლებას მჭიდში ქონოდათ, ანუ შეიარაღებში ქონოდათ ის ინსტრუმენტი, რომელიც არ უნდა ქონდეს ასე დემოკრატიულ ხელისუფლებას. რასაც უნდათ, როცა უნდათ, გააკეთებდნენ, უნდათ დაკეთებდნენ ქუთაისს, გააღებდნენ თბილისს, შეზღუდვას გამოცხადდნენ. რასაც შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დროს. ახლა რა შეჭირდებათ? ამ მოცემულობით 15 ივლისამდე აქვს ამას. კი ბატონო. ოპოზიციურ პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იბრძოლეს, იხმაურეს და შედეგად მივიღეთ ის მხოლოდ თვენახევრით განისაზღვრა. აი, რას იზამს ამ თვენახევრში ხელისუფლება? რაში დასჭირდათ ეს კანონი? ანუ ემსახურება ეს თქვათ კორონა პანდემიით გამოწვეულ რაღაცა თქვათ შესაძლო გართულებები, რომელიც შეიძლება აქამდე არ ქონია ასეთი, მაგრამ ახლა შეიძლება დადგეს და ამის გამო თუ აი რაში ხომ არ უკავშირებთ ეს თქვათ დღეს იყო უკვე ერთი აქცია თბილისში 20 ივნისი ახლოვდება იქნება აქცია ხომ არ გამოიყენებენ ამ ბერკეტს უკვე იმისთვის რომ შეაკავონ თქვათ ადამიანები ქუჩაში გასასვლელად თითქოს 20 ივნისის დღე 20 ივნისი კარს არის მომდგარი და არ ჩატარდეს რაიმე სახით აქცია, ამიტომაც თადარიგი დაიჭირეს, არ ვიცი, ორუსნობიანი განტოლება ვერ გეტყვით, აი ძალიან ბევრი დრო უნდა დავკარგოთ, რომ ამოხსნათ, ზუსტად დავადგინოთ, რითი იხელმძღვანელა ხელისუფლება, მაგრამ ის რაც უნდოდა და არ გამოუვიდა, ეხლა ასეთ მდგომარეობაში ვართ და ამაზე გვაქვს მადლობა სათქმელი. უნდოდა რომ განუსაზღვრელად, ანუ სექტემბრის თვეშიც შეძლებოდათ გაეკეთებიათ ის, რაც პრინციპში შეუძლიათ გააკეთონ მომდევნო კვირას. უცბად ხვალ შეუძლიათ გამოვიდნენ და განაცხადონ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა იჯდეს და არა 3 ან 4. 20 ივნისი ვახსენეთ. 20 ივნისი მე ვფიქრობ 20 ივნისი რატომ არ ვიცი, მაგრამ უფრთხიან. ანუ არ უნდათ რომ ეს სიმბოლური თარიღი. ხო, აი რას აპირებთ ამ მიმართულებით? ოპოზიცია აპირებს თქვათ რაიმე სახის აქციის, პერფორმანსის გაკეთებას. გაქვთ თუ არა კონსულტაციები და ვისთან გაქვთ ეს კონსულტაციები და საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ 2020 წლის 20 ივნისი? ერთი წელი გადის და ესეც რომ შევაჯამოთ თქვათ რა ვისწავლეთ 20 ივნისს, რა გაკვეთილი მივიღეთ. ამის თაობაზე კონსულტაციები არ დაწყებულა, მაგრამ დაიწყება უახლოეს დღეებში აქტიური, როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთანაც, რომელთაც აქვს წვლილი შეტანილი, დიდი ვფიქრობ, არა უბრალოდ გავრილოვის გაძევებაში, არამედ ქართველი ერის ღირსების შენარჩუნების პროცესში და მე ვფიქრობ 20 ივნისი სწორედ ჩემთვის ასეთად მოინათლა, რომ ერმა უარი თქვა ღირსების აყრაზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რაიმე სახის ასე თქვა თავყრილობა აუცილებელი იქნება, ხომ? და გავაკეთებთ მაგრამ 10 კაცზე მეტი შეკრება არ შეიძლება. აი ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ეხლა სხვადასხვაგვარი ასე გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, ხო არის აუცილებელი რომ ეხლა მაინც ჯგუფურად დავდგეთ, ხო? ბევრი ვარიანტი არის განსახილველი. ამიტომ კონსულტაციას დავიწყებთ და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, მაგრამ როგორც ჩანს, აი ელემენტარული, ასე ვთქვათ, აქცია პერფორმანსისაც კი ეშინია ხელისუფლებას განსაკუთრებით იმ დღეს, რომელიც დატვირთულია სიმბოლოთი და ეს არის სიმბოლო ერის თავმოყვარეობის გადარჩენისა. ჩემს აზრით მე ასე შევაფასებდი მოკლედ. ბუნებრივია ვრცლად შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ 20 ივნისს ჩემს აზრით თავარი რაც მოხდა ეს, რომ ჩვენ სულში შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ჩვენ ქონდა შესაბამისი რეაქცია ამ ყველაფერზე და ერმა ხმამაღლა თელესოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, აქვს თავმოყვარეობა, არის თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი სახელმწიფო და
ეს ხალხი იყოს თავის სიტყვას 20 მინუტს აუცილებლად. მიმდინარე წლისასაც. არჩევნებზეც მინდა რომ გკითხოთ, 5 თვე რჩება არჩევნებამდე. როგორ წარმოგიდგენიათ ეს არჩევნები? როდის ჩატარდება, რა ფორმით ჩატარდება, როგორ მუშაობს ოპოზიცია ამაზე? როგორ ხედავთ არჩევნებს და ცხადია ამ კონტექსტში როგორ ხედავთ მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიასაც, იმიტომ რომ მე ვთქვათ შესავალში ვთქვი, რომ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს ერთგვარად წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ ოპოზიცია აქამდე და პოლიტიკა ყველანაირად გაჩერებული იყო, პანდემიის გამო გასაგები. აი ახლა როგორ ხედავთ ამას? დიახ, რა თქმა უნდა, ხელს საძლებდა ხელისუფლებას სტაგნაცია პოლიტიკური პროცესისა და ეს უკვე თანათელი გახდა ბევრისთვის. მანამდე ცდილობდნენ რომ სხვანაირად შეენიღბათ, თუმცა ბოლოს მე ვფიქრობ უმრავლესობა მიიღო საკუთარ თავთან გადაწყვეტილება და სწორი დასკვნა გააკეთა, რომ ხელისუფლებას აწყობს რეალურად საფრთხობილად გამოიყენოს ეპიდემია, რომელიც აღარ არის ჩემს ზღვაზე საშიში. თავიდან ბუნებრივი არის, იყო, ეხლაც დაუჭერდი მხარს, რომ დამაბრუნო უკან პირველ საგანგებო მდგომარეობას ნაციონალურ ხარი დაუჭირა, ვინაიდან ჯერ ბევრი რამ არ ვიცოდით და დინამიკაში რომ დაგვენახა, სავინდოდ როგორ მივიდოდა და სიფრთხილე იყო საჭირო. ახლა იმის შემდეგ რა მასკარადებიც დაიდგა და ქალაქის მერები, პარტიული ასე ვთქვათ, ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდებოდა ხოლმე საარჩევნო ასე ვთქვათ პროცესს და ხეხავდნენ ასფალტის საფარს სხვადასხვა ქალაქებში და ამით ცდილობდნენ საზოგადოების ჩემისას შევაწყო მიეყენებიათ და დაემტკიცებიათ, რომ აი ასე ვებძვიმე ეპიდემიას, ხო? და ბევრი სხვა მათი ღონისძიებები გახდა საკმარისი, რომ უმრავლესობამ დღეს ჩათვალოს, რომ ქართულ ოცნებას აწყობდა შეზღუდვები გაგრძელებულიყო, რაც შეიძლება დიდხანს. ახლა მოიხსნა შეზღუდვები და ჩვენს მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ და არ გადის დღე, რომ სხვადასხვა რაიონში, რეგიონში ჩვენ არ გქონდეს სხვადასხვა აქტივობები პარალელურად მჭიდრო კონსულტაციებისა ოპოზიციურ პარტიებთან, ვინაიდან ეს პროცესი მალევე არის გასაცოცხლებელი და ვფიქრობ ივნისის ბოლოსთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფერზე ჩამოყალიბებული, რაზეც ვართ ჩამოსაყალიბებლები ოპოზიციურ ველზე. არის რამე რაზეც ვერ თანხმდებით? ძირითადად ჩვენ მე მგონი შევთანხმდით და ამა დიდი შედეგი გამოიღო, ორი პოლიტიკური პატიმარი არის გარეთ, მესამეს დარწმუნებულება გამოვა გარეთ ივანიშვილის ნების წინააღმდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმიტომ რომ აშინ ეს ორი ადამიანი რატო გაათავისუფლა, ხო, რატო გამოიწვია აი ესოდენ დიდი იმედგაცრუება საკუთარ ასე ხარდაჭერებში და აქტივისტებში. რეალურად რა მოხდა? ორი პატიმარი ციხიდან რო გამოვიდა, ამით ქართული ოცნება იმ დღეს რატო დაზიანდა? დაზიანდა ქართული ოცნების წიაღში, იმიტომ რომ ქართული ოცნების წევრებმა, აქტიურმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც დამოკიდებულები არიან ბიზინა ივანიშვილის და ბიზნესმენებმა, არ ვიცი რომლებიც არიან პარლამენტში აღმოჩნდა, დაინახეს ბიზინა ივანიშვილი სუსტი. ბიზინა ივანიშვილმა ეს იგრძნო, რომ მისმა ეგრეთ წოდებულ თანაგუნდელებმა ის დაინახეს სუსტი. და ეს არ აწყობს ბიზინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილის მთელი კაპიტალი და მთელი ასე ვთქვათ სიძლიერე მდგომარეობს რომელმიცი რომ არის უძლეველი, რომ მას არაფრად მიაჩნია მიაჩნია ქართველი ხალხის ნება რაოდენობაც არ უნდა იყოს, ეს უმრავლესობაში არ უნდა ვიყოთ. იგი ანგარიშს არ უწევს საერთაშორისო ორგანიზაციებს, იგი აინუნში არ აგდებს დაუშვათ არ ვიცი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს წამოწყდა და ეს მითი მე ტელეკომპანია იმედის მეშვეობით იფურჩქნება რომ ამ ადამიანს აი ხო ხედავთ ხალხი იხოცება, მშიერია, პოლიტპატიმრები ქვეყანას ყავს, ამას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობა მაღალი რანგის თანამდებობის პირის სახით აღიარებს და ადამიანი ჩვეულებრივ სამეფო ცხოვრობს, ისე ხემი აქვს, მოაქვს, ეს მითი დაიმსხვრა. თორე ირაკლი ოქროაშვილი და გიგი უგულაოს როგორც ასეთის ამ ეროს ყრომს რო ყოფილიყავი. ამისი კი არ შეეშინდათ, იმიტომ რომ ცოცხლად ვიცნობ ხალხს და შევხედრივა რომ ეს ვინ ყოფილა, წარმოვიდგინეთ? ანუ ან რას იჭერდა, ან რას უჟერდა, რას გვაპამპულავებდა და რა შეურაცხყოფა მიეყენა საერთოდ ამ ახალგაზრდებს. მის გუნდში თალაკვაძეს, კობახიძეს, ბრიფინგზე ატარებინა, ხო? და უარყოფენ კატეგორიულად არ ყავს პოლიტიკური პატიმრი და ჩვენი ერთ დღეს მოხდა ის რაც მოხდა. და მთავარს ვიტყვი, რაც არის შემაშფოთებელი ქართული ოცნების ლიდერებისთვის, ლიდერები არ არსებობენ, ერთი ადამიანი არის.
ძალიან დამაჯერებელი არის უკვე ბევრისთვის, რომ ეს ადამიანი ზუსტად ასევე მოიქცევა არჩევნების დღეს თუ არა, არჩევნების კონკრეტულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე. ანუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გიორგი რურვას გამოუშვებს ეს პატიმრობიდან? არა, დარწმუნებული ვარ. მანამდე შეახეთქებს საკუთარ ქვეით პოლიტიკოსებს, ანუ ქვეით ჯარი, რომელიც მისი სახელით იბრძვის, მაგრამ იბრძვის ამ სახელმწიფოსთვის კი არა, იბრძვის, არ ვიცი, ოლიგარქის ინტერესებისთვის და ეს ხალხი დარწმუნდა, რომ მე როდესაც პოლიტიკურ ველზე, ანუ ფრონტი მექნება გაშლილი და ბიზინა ივანიშვილი გუშინ და გუშინ ეს რომ მეუბნებოდა, შესაძლებელია, აი ველზე ყოფმა გავიგო, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეიცვალა და აღიარა მარცხი მაგალითად, დანებდა გამოაცხადა პოლიტიკური კაპიტულაცია, გამიგეთ? აი ეს დატვირთვა მიეცა პოლიტიკური პატიმრების უარყოფითი დატვირთვა მიეცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის, რასაც იგი ხვდება და ახლა ძალიან უნიჭოდ ცდილობს შეფუთოს ეს გადაწყვეტილება იმ დაგვარად, რომ ქალბატონმა სალომე დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, მე არ ვიცოდი, მაგრამ ქალბატონი სალომე როგორც არასოდეს ჩვენ გამოგვადგა კარგი გაგებით ვამბობ, მადლობა მინდა ქალბატონ სალომეს ამისათვის გადაუხადო, რომელმაც თქვა, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს ცდილობაც უკვე ფუჭია. აქვე აუცილებლად უნდა გკითხოთ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ახსენეთ პოლიტპატიმრების გამოშვება და თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილი შესუსტდა და ასე აღიქვეს ის ადამიანება. დასავლეთის კრიტიკა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ამას ხელი შეუწყო, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ უამრავი გამოხმაურება, უამრავი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ასეთი კრიტიკული არასოდეს არ ყოფილა დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. აი ამან რა შეუწყო ხელი? ანუ ეს იყო მხოლოდ ფაქტორი, რის გამოც ადამიანების იხიდან გამოუშვეს პოლიტპატიმრებს გულისხმობ თუ კიდე რა და რამ შეასუსტა იმის გარდა რაც თქვენ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მზარდი საერთაშორისო კაფიო გზავნილები და მკვეთრი განცხადებები, მაგრამ არა მხოლოდ, ეს იყო მნიშვნელოვანი. ერთიანი ოპოზიცია, როგორც არასოდეს და უპრეცედენტო შემთხვევა იყო ამ შემთხვევაში, დავიწყეთ და დავჭით ბოლომდე ერთიანები ამ საკითხში. ეზო დაგიწონეს ხო გახსოვთ? ეზო ლეიბორისტული პარტიის ეზო არ მოსწონთ. რატომ? გოიმურიაო ესე თქოს. კი ბატონო, ამაზე მე ვთქვი, რომ ტყუილად ღელავენ ბატონი კობახზე ტყუილად ღელავს. იგი ხო თulis საკუთარ თავზე ანტიპოდად, ანუ არა გოიმი, არამედ არის უფრო განვითარებული ადამიანი და ცოტა ხანში ის იქნება ოპოზიციაში და მას შეეძლება წარმოჩინდეს როგორც ყველაზე განვითარებად ადამიანად, ამიტომ ამაზე ტყუილად ღელავს. ეს ერთი და ოპოზიცია ერთიანი, სამოქალაქო საზოგადოება აქტიური და ხალხი თვითონ ნამდვილად რა. გიგი უგულავა, ირაკლი ოქროაშვილი, გიორგი რურუა, ეხა რაც არ უნდა სხვა ადამიანს სხვა პოლიტიკური გემოვნება ჰქონოდათ, ხო? და აქვთ და ექნებათ ყველა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა პოლიტიკური გემოვნების ნაწილი არსად არ არის. ობიექტური ადამიანი შეთანხმდა, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები. ეხა ერთი ადამიანი მესამეჯერ დაიჭირეს, მეორე ადამიანი რისთვის დაიჭირეს, იმიტომ რომ იქ სადღაც იდგა, მესამეს იარაღი ჩაუდეს, ასე შემდეგ. ანუ ამ ერთობამ ჰპოვა ის ეკო საერთაშორისო, რომელსაც ვეღარ გაუძლო ივანიშვილმა და ეხა დასამალი არაფერი არ არის ეხა ამ ტიპის სახელმწიფოებში, ბევრჯერ მითხოს და აქაც გავიმეორებ, ბევრ რამეს წყვეტს საერთაშორისო შენი მთავარი პარტნიორის პოზიცია. კაცმომგარი არჩევნები როდესაც არის და ყველა ერთხმად ვინც კი უბრალოდ არ ვიცი ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ ენას ფლობს და ამ ენებზე საუბრობენ, ყველა ერთხმად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას და პოლიტიკურ პატიმრებს აღიარებენ, ეხა ვერ გაუძლევდა ბიძინა ივანიშვილის ვერც 1 მილიარდი ამ წნეხს და ვეღარ თავარი მოხდა ხალხო. ნაცატუტად იქცა ბიძინა ივანიშვილიზე მითი, რომ ეს ადამიანი არის ძლიერი. რაც თქვი, იმას ამბობ და ამაზე ღელავს ყველაზე მეტად ახლა. ამ გადმოსახედია დარწმუნებული ვარ, იცით რა დილემის წინაშე დადგა. ალბათ ნანობს ეხა რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქროაშვილი გამოუშვა, იმიტომ რომ გაშიშვა რა რეალურად ეხა ხალხი ეშლება რა გარშემო და იძულებული ხდება რომ გამოჩიდეს ძლიერი. არ გაგიკვირდეთ რომ ბიძინა ივანიშვილი უტიფარ განცხადებებს აკეთებს და რაღაცა როყიო საუბარით გამოირჩევიან. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ეხლა თუ კი აჩვენა სისუსტე
საჯაროდ მით უმეტეს, ხო? კი ბატონო. მას არავინ აღარ დარჩება, ირაკლი ყობახიძეც კი შემოეცლება და აჩიკო თავაკვაძეც არ კი ბატონო, იმას როგორ გაშიშულდა ივანიშვილი შემოეცლებიან თუ არა მას თავაკვაძეები და ყობახიძეები დრო გვაჩვენებს 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას ბოლო ჟამს უკვე ნათელი იყო რომ პოლიტიკური გამარჯვება არ ეწერა. ნუ საოცრება უნდა მომხდარიყო, არ ვიცი ხა რა უნდა მომხდარიყო რომ გამარჯვებიან ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ხელისუფლებას, ხო? იგივე მდგომარეობა ახლა. არაფერი, ყველა ოპოზიცია, ვინც კი პოლიტპატიმარი გამოვიდა, ხო ეხლა ციხიდან. ვინც გარეთ დავხვდით. ყველანი რომ გავერთიანდეთ და ქართულ ოცნებაში გავწევრიანდეთ, ქართულ ოცნება მაინც დამარცხდება. იმიტომ რომ ეს ადამიანი ბატონი ივანიშვილი ვერ ხდება როგორც ჩანს, ან ხდება და ასე უნდა რომ დაიჯეროს რომ ცალკეული ოპოზიციური დეპუტატები და პოლიტიკოსები არიან მის წინააღმდეგ და ხალხი არის მის წინააღმდეგ და რაც ნორმალი გაიაზრებს მისთვის უკეთესია და იყოს მე ოპოზიციაში და ნახოს რას ნიშნავს ქართულ ოპოზიციაში ყოფნა. ერთი რამ შემიძლია თქვა რომ გაცილებით კომფორტულ ოპოზიციაში გაცილებით კომფორტულ ლად იგრძნობენ თავს კომპოზიციაში ვიდრე ჩვენ გვხვდა წილად ოპოზიციაში ყოფნა. მე ხა ეს გამოცდილება ასოც არ მქონია 2013 წელს არა 2014 წლიდან ჩავერთვე ამ პოლიტიკურ პროცესებში და ნუ პრაქტიკულად გოლგოთას გზა გავიარეთ ყველა ხო დარწმუნებული ვარ რომ მსგავს ჩვენ ასე თქვათ წნეხს ოპოზიციაზე არ მოვახდეთ. ეს არის დაუშვებელი, რატო ვიცით? იმიტომ რომ ზუსტად ვიცით უკვე რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არის რომ პოლიტიკურად არ დევნო ოპოზიციონერები ეს ახლა ოპოზიციაში. გავიზარდეთ. ოპოზიციური კლასი გაიზარდა და ნახელისუფლარი პოლიტიკოსები არიან დღეს ოპოზიციაში, ხო? ბევრი პირდაპირ ხელისუფლებაში მოვიდა, ბანდა ოპოზიციაში ნამყოფი არ იყო და დავინახეთ რომ ქვეყანას თუ უნდა ეწეროს განვითარება ნიშნულოვანია რომ პოლიტიკის ორივე ნაწილი ოპოზიციას და ხელისუფლებას იყოს მეტნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში თავში არ უნდა ჩამარტყან. გისურვებთ რომ თანაბარ მდგომარეობაში შეძლოთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის.